6 დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით. და ფერი იცვალა მათ წინაშე, გაბრწყინდა მისი სახე მზესავით, ხოლო მისი სამოსელი ნათელივით გასპეტაკდა. და გამოეცხადნენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი. უთხრა პეტრემ იესოს: უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს გავაკეთებ აქ სამკარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას. ის ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი და ამბობს ხმა ღრუბლიდან. ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. მას უსმინეთ. ეს რომ ესმათ მოწაფეებს, პირქვედ დაემხნენ და ძალიან შეეშინდათ. იესო მიუახლოვდა და შეეხო მათ და უთხრა: წამოდექით და ნუგეშინიათ. თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს გარდა იესოსი. როცა ისინი მთიდან ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: არავის არაფერი მოუყვეთ ამ ხილვაზე, ვიდრე ძე კაცის ამ მკვდრეთით არ აღდგება. კითხეს მას მოწაფეებმა: რატომ ამბობენ წიგნობრები პირველად ელია უნდა მოვიდესო? ხოლო მან მიუგო პასუხად: ელია ნამდვილად მოვა და აღადგენს ყოველივეს. მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, მაგრამ ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ. კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა. მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ ის იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა. როცა ისინი ხალხთან მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა და მუხლი მოიდრიკა მის წინაშე და უთხრა: უფალო, შეიწყალე ჩემი ძე, თვარეულია და ძლიერი ტანჯება, ვინაიდან წარავარა ცეცხლში და წარავარა კიდევ წყალში ვარდება. მივუყვანე იგი შენს მოწაფეებს, მაგრამ ვერ შეძლეს მისი განკურნება. იესომ მიუგო მას პასუხად: ჰოი ურწმუნო და უკუღმართო მოდგმა, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე მოგითმენთ თქვენ, აქ მომგვარეთ იგი. შერისხა იგი იესომ მოყვანისთანავე და ეშმაკი გამოვიდა მისგან. იმ საათშივე განიკურნა ღვაწლი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და უთხრეს: ჩვენ რაღაცომ ვერ შევძელით მისი განდევნა. ხოლო მან უთხრა მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ. მდოგვის მარცვლის ოდენ არ რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას, აქედან იქით გადადიო, იგი გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება.